გამარჯობათ ჩემო მეგობრებო. დღეს მინდა ვისაუბრო თუ რატო გადავწყვიტე ჩემი YouTube არხის შექმნა მეგის სამზარეულო. იმიტომ რომ როცა არაფერი არ ვიცოდი, ძალიან ცოტას ვისაუბრებ, ბევრს არ შეგაწყენდი თავს. როცა არაფერის მომზადება არ ვიცოდი საერთოდ, ხშირად ვეძებდი სხვადასხვა პლატფორმებზე ვიდეო რეცეპტებსა თუ რეცეპტებს, რათა რაიმე მომემზადებინა. ეს ნამცხვარი იყო, რაიმე კერძი იყო, რამე განსხვავებული დესერტი იყო. ყოველთვის მინდოდა და ყოველთვის მიყვარდა სამზარეულოში ფუსფუსზე რაღაცების გაკეთება. ამიტომ შენს თუ არ შეგიძლია რაიმეს მომზადება და არ იცი და არც იმას კადრულობ, რომ ვინმეს კითხო ჩემსავით, რომ თუ არ გინდა რომ ვინმეს შეკითხო, რომ ესა და ეს როგორ მზადდება და როგორ შეიძლება გავაკეთო, დარჩი ჩემს ვიდეოსთან და ნახავ ნებისმიერ კერძს თუ რა როგორ მზადდება. ყველას ჩვენი სტილი გვაქვს, ყველას ჩვენი საიდუმლო რეცეპტები გვაქვს. არავის არ ვახვევ ჩემს კერძს თავს, ვისაც გინდათ და მოგესურვებათ შეგიძლიათ მოამზადოთ, ძალიან გემრიელი და არომატული გამოდის. ხო და იქნებ დაგჭირდეს დღეისთვის შენ ვინც უყურებ ამ ვიდეოს და მოამზადო. დაგეხმარება ძალიან. ეხლა კი თავიდან ჩანდა ვიდეოს, თავიდან კუბიკებად ვჭრიდი, მაგრამ მე რატომღაც მომინდა რომ ესე დამეჭრა. და სხვათა შორის ესე მომზადებული ბადრიჯანი ძალიან გემრიელი და არომატულია. განარჩენი შეგიძლიათ ვიდეოს უყუროთ, მოამზადოთ და გამიზიაროთ თუ როგორი გამოგივიდათ ასე მომზადებული ყაბაბი. ცოტა აჯიკა გავუკეთე, მე თვითონ მოვამზადე, ვერასოდეს ვერ წარმოვიდგენდი თუ დამოუკიდებლად ესე რაიმე შესანახ კონსერვს გავაკეთებდი, მაგრამ არ დაგჭირდეს თორე რას არ გააკეთებ. ძალიან უხდება აჯიკა, ჩემი მომზადებული ხაზ-ხაზა კვას-კვასა აჯიკა. ხო და თუ არა გაქვთ ხში მომზადებული, შეგიძლიათ ჩვეულებრივ მაღაზიაში შეიძინოთ და გაუკეთოთ, მშრალი აჯიკაც ძალიან უხდება. ეს არის მწვანილი, ბლომად უყიდულობ ხოლმე და ესე ვჭრი და საყინულეში ვინახავ, ძალიან პრაქტიკულია, კარგად გამოსაყენებელია, რო უცებ დაგჭირდეს და სადმე ცოტა მაღაზიისგან მოშორებით იყო, ძალიან კარგი საშუალებაა, რომ არ გაწვალდე. შეგიძლიათ ცადოთ. და კიდევ ხა გამოჩნდება ცოტა ხანში ვიდეოში ნებისმიერ კერძს რამეს თუ ვამზადებ, აი ნებისმიერს აბსოლუტურად პატარა კუბიკ კარაქს ვუკეთებ, აი პატარას ჩამოვჭრი. ძალიან ისე რომ ძალიან ცხიმიანიც არ გამოვიდეს და აი ზუსტად ესე ძალიან გემრიელი გამოდის. ასე გემრიელად დაგემშვიდობებით, ნახე როგორ თუხთუხებს ეს კერძი
მოამზადეთ, გამიხარდება თუ ვინმე მოამზადებს ამ რეცეპტით და გამიზიარეთ თქვენი აზრი ამ კერძთან დაკავშირებით. წარმატებებს გისურვებთ.